კარაკი ტაფაზე, ერბო კვერცხი და ვუალა, მზად არის. სწორედ ამ კომბინაციით იფუჭებს საუზმეზე კერძსაც და კარაკსაც. მესმის შენი, გონია რომ თუ კარაკში გააკეთებ და არა სიმინდის ამ დასუმზირიზეთში უფრო ჯანმრთელად იცხოვრებ. მაგრამ იქნებ ერბო უნდა გამოგეყენებინა. ან იქნებ ზეითუნის ზეთი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც უფრო ჯანსაღია, მაგრამ ხალხი როგორც იძახის თურმე გაცხელებულ ტაფაზე ზეითუნიზეთ ჯობია პირდაპირ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვაო. მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის ერთ-ერთი მაგისტრი ჩვენ ქვეყანაში დღეს მოგიყვები რატომ არის კარაკი ნაზი პრინცესა რომელიც დაბალ სიცხლზე მაშინ უკნეს ასიწყებს და უნდა მოეფერო რატომ არის ზოგჯერ ზეითუნიზეთი შენი მთავარი დამცველი ფაქტორი და საერთოდ რომელზეჩი კარაკში ცხიმის წყაროში რა ტემპერატურამდე შეგვიძლია მივიყვანოთ პროდუქტი. მოდი იმით დავიწყოთ პირდაპირ ხელში გვიზიარს ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი კი არა და პრეზიდენტი კარაკი რომელიც ჯერ ხო ჩვენ დახლებზე 5 ჯერ ძვირ იღებს ვიდრე ევროპულ დახლებზე იქნებოდა და მერე მაინც ამ სიმწრეს ნაკით კარაკს მაშინვე აპუჩებ ტაფაზე. რაც უნდა იცოდე არის ის რომ კარაკის smoke point-ი აბოლების ტემპერატურა დაახლოებით 150 გრადუსია. ანუ ამ ტემპერატურას უძლებს კარაკი მაქსიმალურად. ეხა იტყვი 150 გრადუსი რა ამბავიაო, თუმცა გაცხელებულ ტაფაზე თვალის ხამხამებაში ტემპერატურა 150 გრადუსს აცდება და უკან მოხედავს რომ მოასწრებ შენი ტაფაზე კარაკი ისე იწვის როგორც შენი იმედები ჯანსაღი პროდუქტის გაიაფების საქართველოში. სწორედ ამიტომ მეგობრებო ეხლა გვეცინია და მაგრამ რეალურად თუ რამეა საშიში ზეთებს შორის არის დამწვარი კარაკი. მიუხედავად იმისა, რომ კარაკის სიჯანსაღის ფაქტორებს არაფერს ვერ გარდა იმისა, რომ ცხოველური ცხიმების წყაროა 150 გრადუსზე მაღლა ასული კარაკი არის აკროლეინის წყარო. ეს აკროლეინი წარმოდგინე რომ არის არვეთი თავხედი, მაღალ ხმაზე მოსიარულე ქუჩის ბიჭი, რომელიც შენ უჯრედებში ისევე შემოვარდება, რომ კარს კი არ გააღებს პირდაპირ შემოამტროს. ესე იწყებს პირდაპირ საბოტაჟს შენი ორგანიზმის შიდა დამცველობით ფაქტორების. სწორედ ამიტომ ვიზახით, რომ კარაკი 150 გრადუსზე მაღალი ოდენობით, სწორედ ამ ნაერთის გამო არის ოქსიდაციური და სტრესული ფაქტორების გამაძლიერებელი. შესაბამისად, თუ რაც არ გვინდა გავაკეთოთ, არის 150 გრადუსზე მაღლა უშვათ კარაკი. რაც ნიშნავს, რომ ამ დაუცვლით კვერცხს შეწვალ, თუმცა ძალიან უნდა აკვირდებოდე ტაფას ტემპერატურას, რომელსაც იდეალურად არ აკეთებ. ამიტომ დამწვარ კარაკს ჯობია სხვა ზეთის წყაროები გამოიყენო შეეწვალოთ. ხედავ აბსურდ, შენ 5 ჯერ ძვირს იხდი პრემიუმ კარაკში, იმიტომ რომ მიცით გინდა რომ შეწვა, მაშინ როცა რეალურად ერბოკვერცხმე 2 საათში ენერგია გეცლება, ანუ ყიდულობ ჯანსაღს, იმის ენერგია გამოიცალო და მე მთელი დღე ისეთი განსაკუთრებით თითქოს ბიკოთის გვირაბს ხელით ხრი. მოგად კარაკი არის ესეთი პრინცესა, რომელსაც მხოლოდ ესე შუბლზე უნდა აკაცო და მოეფერო, იმიტომ რომ მხოლოდ დაბალ ცეცხლზე უყოს დროის ტარება. ანუ კარაკი არ გამოიყენო არასდროს მაღალ ტემპერატურაზე, ის გამოიყენე სანელებლად, აი გემონური თვისებების მისაცემად კერძის ბოლოს, როცა თუხ-თუხს მორჩება. მაგრამ თუ გონია რომ მხოლოდ კარაკია მაღალ ტემპერატურაზე პრობლემა ძალიან ცდები, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკაში ხალხურად გამოყენებაში გვაქვს ისეთი ზეთები, რომელიც ყველაზე ჯანსაღად იცვლება, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე ტაფაზე როგორც მოხდება, ჯერ თავის თავს იკლავს, მერე შენს მიგაყოლებს ზემოდან. აი ეს ოსტატურად გადავედით ქართულ საგანძურზე. ნაღდ კახურ ზეთზე ჯო. აი აქ ვგნევით ხოლმე სწორედ ჯანსაღყვებაში. ის რაც ჯანსაღია, მე მგონია რომ გაუძლებს ყველაფერს და მეცარგებელს მომცემს, საერთოდ არ არის ესე. ეს არის კახური ზეთი, რომლის აბოლების ტემპერატურა smoke point-ი არის დაახლოებით 107 გრადუსი. არაქზე 150 ხო გითხარი რა ცოტა. წარმოგიდგენთ რამდენად მცირე ტემპერატურას უძლებს ჩემი კახური ზეთი, მისი არ შეწვა. სანამ კვერცხის დახლას მოასწრებ ცეცხლზე დამდგარ ტაფაზე, თვითონ კახური ზეთი გადაიქცევა ისეთ არასაჭირო და ანთების წარმმართველ ფაქტორებად ჩვენს ორგანიზმში, რის გამოც კახურ ზეთს მხოლოდ არაფინირებულს ვიყენებ საათებში ცივად მოსხმისას. სხვა შემთხვევაში კახური ზეთი არის ნამდვილი ბომბა, ვიტამინის, პოლიფენოლების, ანტიოქსიდანტების, ამიტომ მას მხოლოდ ვიყენებთ ცივად საათებში და არასდროს ვაკარებთ ცხელ ტემპერატურას. ეს ზეთი როგორც კარაკი ჩემთვის არის გემონური თვისებების მინიჭებელი ნუტრიენტებთან ერთად. ლობიოში კიდრე პომდვის საათაში იდეალურია, მაგრამ არასდროს მაღალ ცეცხლზე. მოკლედ ეს დაუცველი, როგორღაც თუ მოახერხე და სოფლიდან ჩამოიტანე, ჩამოაბრძანე, შუბლზე აკოცე და მოუარე მერე ცეცხლზე ტაფაში არ აწამო. ეხლა ჩდება კითხვა. როგორ მივიღეთ კახური ზესუმზირის ზეთიდან ულტრაპროცესირებული და რაფინირებული ზესუმზირის ზეთი, რომელიც ეს თუ 107 გრადუსს უძლებს? ზესუმზირის ზეთი ან სიმინდის რაფინირებული, რომელსაც ყიდულობ მაღაზიებში უძლებს 232 გრადუსს. ინდუსტრიალიზაციამ და წარმოებულმა ეს პრობლემაც გადაგვიჭრეს. 107 გრადუსიანი გამძლეობის არაფინირებული ზეთიდან მივიღეთ ულტრა გამძლე სიმინდის ან ზესუმზირის რაფინირებული ზეთი რაფინირების პროცესით. ეხლა რა რაფინირება? როცა ზეთს მაღალ ტემპერატურაზე გამოხდიან, ნახე, შენ თუ ამ ზეთს შენ თვითონ ტაბაზე აწამებ, ეს ზეთი შენამდე უკვე ნაწამები მოდის. მაღალ ტემპერატურაზე გამოხდიან ვიღებთ ძალიან ცუდი სუნი, ძალიან ცუდი ფერის და ძალიან ცუდი გემოს მქონე სითხეს, რომელსაც უმატებთ დეოდორანტებს, უმატებთ საღებავებს, უმატებთ კონსერვანტებს, რომ მივიღოთ ის დაუცვილი, ნაკლებად ინტენსიური გემოსი, სუნის და
ესეთი კაშკაშა ყვითელი ფერის სითხე, რომელიც უძლებს როგორც დახლზე დიდ დროს, ასე უდოს მაღალ ტემპერატურას წვისას. ანუ ეს ზეთი წარმოდგინო არის უკვე ნაწვალები, გამოცდილი ნუტრიენტებისგან არაფერი ცოცხალი ამაში აღარ არის ზეთი, რომელსაც ვიყენებ დრადროს, როცა კარტოფილი მომთხოვა შულმა და მინდა მაღალ ტემპერატურაზე კარგად მოუბრაწო. რო იცოდე რესტორნებში 5 ვარსკვლავიანი მიშელინის რესტორნებში კი ყოველთვის ვიყენებთ რაფინირებულ ზეთებს, იმიტომ რომ არავის უნდა დაბალ ტემპერატურაზე ნაწამები ქათამი გამომშრალი გაღეჭინოს, უნდა გაიდან მოუბრაწული იყოს. ამიტომ ზოგჯერ ხარისხი პროდუქტის გემო ერთმანეთში არ ჯდება, მაგრამ ჩვენთვის რა უნდა ვიცოდეთ? სიჯანსაღის ფაქტორით ცალსახად კახური არაფინირებული ზეთი ჯობია რაფინირებულ ზეთს, თუმცა მაღალ ტემპერატურაზე დამწვარ კახურ ზეთს გირჩევნია უკვე რაფინირებული ზეთი მოიხმარო. ეხლა ამ ზეთებზე ბევრ დროს აღარ დავხარჯავ, იმიტომ რომ თავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. რას უშვებით ჩემს რა ქვია მას ექსტრა სუპერ ქალიშვილ ზეთს, ანუ ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთს, olive oils, რომელიც ხსმენია რომ ყველაზე ჯანსაღია და ესეა, ხსმენია რომ მათ შორის ყველაზე ძვირია და ნამდვილად ესეა და ასევე ხსმენია რომ არასდროს უნდა გამოვიყენოთ მაღალ ტემპერატურაზე და როგორც კახურ ზეთს ისე ვიყენებთ სალათებში. ნულას უკაცრავად მეგობრებო, ეს არის პირველი ყველაზე მთავარი შეცდომა, რომელიც ჯანსაღი კვების გზაზე გაიძულებს ზეითუნის ზეთი ლიტრობით სალათებში ასხა და არა მცირე დაბალი ოდენობით შესაწვავა. ჩატარდა დიდი კვლევა. მეცნიერებმა დაადარეს ზეითუნის ზეთი არარაფინირებული და სხვა ყველა ხშირად გამოყენებული ზეთის წყაროები და რა ნახეს? მაღალ ტემპერატურაზეც კი ზეითუნის ზეთი იყო ყველაზე ნაკლებად მავნე ადამიანის ორგანიზმისთვის და ის მაქსიმალურად ინარჩუნებდა ყველაფერს სასარგებლოს. E ვიტამინები, პოლიფინოლები არის ჯავშანი მისთვის, რომ 190-დან 200 გრადუსამდე არარაფინირებულმა ზეითუნის ზეთმა თავის საქმე შეასრულოს, მაღალ ტემპერატურასაც გაუძლოს. მაგრამ ეხლა არ გაინტერესებს ნამდვილი არაფინირებული ზეითუნის ზეთი როგორ უნდა იცნო? პირველი, დააკვირდი ქილას, რაშიც ზეითუნის ზეთი მოთავსებულია დიდი ალბათობით უნდა იყოს მუქი დაბურული საცავი. იმიტომ რომ არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელიც ჯერ ნაწამები არ არის, არ მინდა გზაში ეწამოს. მისი წამების ერთ-ერთი გზა პირდაპირ მაღალ ტემპერატურაზე ან მზის სხივებს მიუშვირო. ამიტომ ჭირდება დაბურული მინის საცავი. იდეალურ შემთხვევაში ვატრიალებ ეტიკეტს ან გარეკანზე უყურებ რა აწერია. აწერია extra virgin olive oil, თუ აწერია pure olive oil ან სტანდარტული olive oil, ვატრიალებ და ეტიკეტზე ვკითხულობ, რომ უი, მიქსია არარაფინირებული ზეითუნის ზეთი მაქვს 10%, 90% მაქვს რაფინირებული ზეითუნის ზეთი. რას ვერჩი რაფინირებული ზეითუნის ზეთს? არაფერს, უფრო მაღალი ტემპერატურული გამძლეობაც კი აქვს, მაგრამ მთავარი ნუტრიენტული სარგებელი მაინც არარაფინირებულში იმალება. ანუ შენ თუ ეტიკეტს არ უყურებ და ჩემ ვიდეოს არ გამოიწერდ და არ მოიწონებ, არ გეცოდინება რომ ეტიკეტი უნდა გადმოატრიალო და არ მოთხოვდე. იმიტომ რომ წარმოებულმა შეიძლება იგივე ლამაზ მინის საცავში რაფინირებული ზეთი ჩაგისხას და ორჯერ ძვირი მეც გადაგახტევინოს. და მესამე, როცა გახსნი და გემოს გაუსუნჯავ ერთ პატარა ჩაისკო ზეითუნის ზეთს, წელში გადასვლისას პატარაზე უნდა გბრწყენდეს. ამ ზეითუნის ზეთით შეგიძლია მოთშობოსნეული დაბალ ცეცხლზე შეწვა კვერცხი. ქათამიც კი შეწვაღონ, იცოდე რომ გამოგიშრება და ისეთი წყლიანი და გემრიელი არ გამოგივა. ანუ უმრავლესობა ყოველდღიური წვის პროცესში არარაფინირებული ზეითუნის ზეთი ჩემი პირველი არჩევანია, რა თქმა უნდა, თუ ამის ფინანსური გამძლეობა მეყოფა. მაგრამ რას ვაკეთებ? მაინდა-მაინც არ ვყიდულობ ამ ზეითუნის ზეთს, რომელსაც გადმოსასხმელი თავი აქვს ლიტრობით რომ მოდის. შესასრულებელი ზეითუნის ზეთი არის ის, რომელიც დაგიცავს დამატებითი მიღებისგან და ყველაზე მთავარი ხრიკი გასწავლი ვიდეოს ბოლოს. მანამდე სანამ გადავალთ ამ ხრიკებზე, მე მინდა მოგიყვე ყველაზე გამძლე ტემპერატურულ ცხიმის წყაროზე, რომელიც კარაქის ბიძაშვილია და ირბოა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ძალიან ფართოდ იყენებდნენ და დღესაც ხსმენია, რასაც წინაპრები იყენებენ, ეგ აუცილებლად კარგი იქნება. გეთახმები, ირბო საკმაოდ კარგი ნუტრიენტული პროფილი ხასიათდება, ამასობაში ის არის ყველაზე მაღალ გამძლე ერთ-ერთი ჩემ ნახსენებ ზეთებს შორის. კარაქის ბიძაშვილი კია, მაგრამ კარაქი თუ უძლობდა დაახლოებით 150 გრადუსს, ირბო 250 გრადუსამდე შენი მეგობარი იქნება მაღალი წვისთვის, კარტოფილია ეს თუ ხორცი. მაგრამ რას ვითვალისწინებ, როგორც კარაქი ისევე ირბო ნაჯერი ცხოველური ცხიმების წყაროა. როცა საქმე ცხოველურ ცხიმებზე მიდგება, უნდა იცოდე, რომ შენი დღიური ლიმიტი უმრავლესობა, ვინც ახლა ვიდეოს უყურებს, შენთვის იქნება დაახლოებით 23-25 გრამი ნაჯერი ცხიმების. ეხლა ეს რას ნიშნავს? მოდი გავაკეთოთ პატარა მათემატიკა. დილით 2 ცალი კვერცხი, რომელსაც ასევეა ნაჯერი ცხიმები მცირედით. შეწვი 1 ჩაისკოვს ერბოში ან კარაქში, ჰოპ, შენ 16 გრამი ნაჯერი ცხიმები, ერთი ხელის მოსმით გაქრა შენი ზედა ლიმიტიდან. დღის განმავლობაში თუ ცხოველური ცილისწყარო მიირთვი შედარებით ცხიმიანი, ან მერე ცხიმიანი რძის პროდუქტი დააყოლე, აი ესე ერთი ხელის მოსმით გაქრა
ცხოველური ცხიმების ლიმიტი შენ რაციონში. ანუ ეს ამას თუ ვეყიდე, ჩაიდაკარაქიანი პური დააყოლე, საღამოს უკვე გადააჭარბე რეკომენდებულ რაოდენობას ცხოველური ნაჯერი ცხიმების. სწორედ ამიტომ მაშინ როცა ერბო კარგი გამძლეობით ხასიათდება მაღალ ტემპერატურაზე გირჩევ რომ გავაკეთოთ რაოდენობის განსაზღვრა, კარაქს არ ვიყენებთ და ერბოს გამოყენების დროს ან რაოდენობა განსაზღვროთ, ან არ გამოვიყენოთ ცხოველური ცხიმები, თუ ცხოველური ცხიმებით ისედაც სავსეა ჩემი რაციონი. აი ესე გამოიყურება ჩვენი რაკინგი, რომელიც ცხიმი უძლებს მაღალ ტემპერატურას, რომელიც უნდა გამოიყენოთ წვისთვის. ვიწყებთ კახური ზეითუნის ზეთიდან, რომელიც 107 გრადუსს უძლებს და ნელ-ნელა ავდივართ 250 გრადუსამდე. ეხლა დასვამ კითხვას, რა უყო ამ ზეითუნის ზეთს, რომელიც ცეცხლის ფასი ღირს? ყველა ამ ზეთების ყიდვისას, სხვა შორის ერბოლში ცირკლის ფასი დავტოვე. თუ ყოველთვის შეინახავ და არ ვიცი, საღდგომო, სახალხო ფასდაკლებებზე წახვალ და იყიდი რომელიმე აეროგრილს, ყველა ზეთის ფუნქციას ჩაგინაცვლებს. აეროგრილი არის შენი პირველი მთავარი დამხმარე რაციონში. ნინჯას ვიყენებ მე პირადად, მეორე დამხმარე ადამიანი ვისავითაა, რომელსაც დაიდგამ და ზეთი არ ჭირდება, მაგრამ მაინც შეგიძლია მცირედით გავუკეთო. რა აქვს კიდე კარგი? შენ ზუსტად იცი რა ტემპერატურაზე ადის აეროგრილში, შეთვის ტემპერატურა თუ იცი ეს დაუცველი უძლებს 200 გრადუსს, 200 გრადუსზე შეწო ხორცს ისე რომ არც რო დაგჭირდება, არც ფინანსები. წავიდა მოკლედ აეროგრილი იყიდე, ამას გიცნობ. საჩუქრია. საჩუქრია მაქვს. და საჩუქრად ნინჯას აეროგრილი. დავიდა. ოჭერი მოკაის. No. ეხლა არ გაინტერესებს ამდენი ზეთის მიღმა, სხვა ზეთებიც რო გაგიგია, ყურძნის წიფწის ზეთი, აი, ბუმბული რო აქვს უკან გამოდებული. ან რას ვაკეთებ ქოქოსის კარაქზე, რას ვაკეთებ ავოკადოს ზეთზე. სწორედ ამიტომ უნდა დაასკანერო ეს QR კოდი, სადაც გადმოყვალ მინი კურსზე, რომელ მინი კურსში ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ყველა ზეთის კარაქის, მოკლედ ცხიმის წყარო დაგხვდება და გამოვარკვევთ ნუტრიენტულ პროფილს, რომელში ვწავთ, რომელში არ ვწავთ და რომელს ვიყენებთ მხოლოდ საალთებზე ცივად მოსხმისთვის. ეს არის ჩემი საჩუქარი, შენ დაასკანერე, ან ლინკი ნახე აღწერაში, მომდენო ვიდეოში, ან ლინკის მეორე მხარეს შეხვდებით მინი კურსზე.